ჩემი შავი სვიტრი სად არის? ნინომ წაიღო გასარეცხად. სად მიდიხარ? ლაშამ დამირეკა გამოდიო. უნდა დალიაო? არ ვიცი. რა არის? არაფერი. და მე რა ვქნა? რაზე? მარტო. მარტო რატო ელენეც აქ არის ნინოც? აი რა. რა? და შენ როდის მოხვა? შენ არ წავშულვარანი. ობევრი არ დალიო გთხოვ რა. ხო იცი ცუდად ხდები ალკოჰოლის წუნზე. კაი, არ დავლევ რა გჭირს. მინდა გოგოებთან გაგიყვანო ქეთასთან. და მომაკითხავ? ხო, რავი, ონტაქსით. არ მინდა იყოს. დავისვენებ მირჩევნი. კარგი. შოკოლადს ამომიტან სანამ წახვალ. კი. მალე მოდი რა. მეცდები აუცილებლად. აი? იცოდი რომ მოდიოდა? არა, სახში მივედი და იქ დამხვდა. ოპა. რა მაგარია? და რა შვება? ან რა საპრობს საერთოდ? რა უნდა დააპიროს? როგორც იქ იყო წამოწოლილი, აქაც ეგრე იქნება რა. დავშორდით. რა? მართლა. ნუ გამაგეჟა გოგო, რო უნდა დაშორებოდი, მაშინ ცოლად გაყევი და ეხლა დაშორდი? დავიღალე რა, აღარ შემიძლია. აღარ მინდა უკვე ამდენი პრობლემები. ეხლა სად არის? სახში. შენთან? ხო. შენ დაშორდი თუ გაებუტე? სახლიდან ხوار გავაკდებდი. უბრალოდ დაველაპარაკე და ავუხსენი, რომ ესე აღარ გაგრძელდება. ნაუ, ხო და ძალიან გაქვს ნერვები მოშლილი, ცოტა დრო გავა, დავშვიდდები და დავაგდება რა. ნუ იქცევი პატარა ბავშვით გეხვეწები რა. არა მგონია. ანუ მეც ისეთი მოშლილი მაქვს ნერვები ხალხო, რომ არ ვიცი. შენ რა გაგეტაკა? ტატო ვის გამოც გალახეს, ის გოგო ვნახე. რა? მოიცა, სად იპოვე? ტატო მითხრა რა, ნუ ვათქვევინე ძალით. მერე? მე რა იმდენი სისულელე მითხრა. რავი, ასე არა რა. და გეგა მართლა გალახა ბოლო-ბოლო? გეგაზეც მითხრა, რომ ორი თვე დაჭრილი იყო. საავადმყოფოში. ნახე ეს გოგო. და მე ხადავები? არა. ეს იცი ვინ არის? ვინ? კახას ცოლი. რა? ეს იყო სახლში რომ მოგივარდა? ხო. მე როგორ ყველას ერთნაირი ხვლიკის თვალები აქვთ რა. ამასაც, გეგასაც, ის კახაც მაგარი დამპალია. მოდი, ამის გამოსცემეს ტატო? ხო? მაგარი ოჯახია რა. ცოლი იმასთან გულაობს, ქმარი ამასთან. ნორმალური ხარ შენ? ხო მიხვდი ახლა რაც ვიგულისხმე. შენ არ ფშოში ხარ. მომერა კახას ნომერი. რა გინდა? მინდა. მოდი გავატაროთ რა ეს ამბავი. უბრალოდ დავივიწყოთ, დამიჯერე.
აი ამ ხალხთან საქმის დაჭერას ყველაფერი ჯობია რა. ვაი მე ხო იცნობ რა. არ დაგიჯერებს, არაფრის დიდებით არ დაგიჯერებს ახლა რა. სანამ ველად ყვავები არ იპოვიან მის ნეშს და არ ამოკორტრიან თვალებს, მანამდე არ მოასვენებს გამჩენი და. რამ გაგაგიჟა ბიჭო, აფხნის კაცი ბიჭო, გადავირიე რა. შენ ბიჭო, შენი ხმა მაღალი სიტყვა გავუგონია ვინმეს და ეხელების ქნება როდის დაიწყე თუ კაცი ხარ? რომელი მერაბადვალიშვილი შემყავ ხარ? რა ვიცი ბიჭო. არც მე არ მინდოდა, მაგრამ გამაგიჟეს კაცი და შენ ნამეტანი კი მომივიდა გონია. ნამეტანი? ნამეტანი კი არა ბიჭო, რომ ნახე ერთმანეთს ვერ ცნობენ ისე არიან გაბეჟილები. ასა. აბა? არ უნდა გეხრა მას. ბიჭო, ჭიჭულა რა შევა? ვინა? ქათამი. ქათამი, ვაგი არ მკითხო რა. რა შენ წახვედი ბიჭო, ესე იგი ლუკმარ ჩაუდვია პირში რა დარდობს, ბიჭო დარდობს. ასეა ჩამომხმარეა. მართლა? რა უნდა ხნას ბიჭო ქათამმა, ჭამს და სკლიდავს, რა გააკეთოს მეტი? წაიყვანე სოფელში წახვალ თუ კაცი ხარ. მომაცილი აქედან ააყროლა ყველაფერი სახში. არა, სოფელში კი წავიყვა კაცო. დედა ჩემთანაც არ დამირეგია რამდენი ხანია. ხორდოურეკავ შენთვის? არეკა, ბარდარეკა. ხო არ გითქო ჩემი ამბები. მაგას რანაირად ვეტყოდი ბიჭო, რას ლაპარაკობ შენ? კაი წინდახედული კაცი ხარ ბიჭო, შენ ჯიგარი ხარ. ბიჭო მომიღებე თუ კაცი, მომიღებე რა იყო, რა მოხდა, რანაირად მოხდა, მითხარი რა. არაფერი ისეთი. თამარს ველაპარაკე და. ხო, მერე? მერე კაი ბიჭი ხარ, მაგრამ ვერა. კი დამწყდა ისე გული მაგრად. მერე ანერვიულებული რო წამოვედი იქიდან ის ხალხი დამხვდა ქუჩაში და მისანა უშნო სიტყვა მომაძახეს უკარო ვეღარ მევითვინე ბიჭიკო და კი ამოვკარი მე აღმოჩნდი ამისანა სიტუაციაში ვიჩქარე ისე რა არ უნდა მეთქვა თამარისთვის შენ რა რატო არ უნდა გეთქვა კაცო რატო არ უნდა გესათქმელი რაცა უნდა თქვა აბა რანაირად მიხვდეს ის რა გაქვს შენ გულში აცალე შენ მაგას დრო მაგა დაალაგებს ყველაფერს თავის ადგილზე მაგის მეტი რა ვიცი მე ვიჯო ეს რაც არის ეს არის ისე კი მინდოდა მე ნახა და დამშვიდებოდი არ გინდა აცადე ქალს მიეცი ბიჭო საშუალება პატარა დისტანცია დაიჭირე და საშუალება მიეც დაფიქრების ქალი ახლა რო გიყურებს ყოველთვის ის სერიოზულ გადაწყვეტილებას კი ვერ იღებს უცბად ამიტომ დააცადე ყველაფერი ესე იქნება ბიჭიკო ხო ესე ხა კაი გოგო აი გოგო ბაცო თავარია შენ მოგწონს ერთიან მილიონი სახეზე ჩამოუშვი ჩხილები ხო რა გასო რატო მერე მაგენი ბიჭო ზოგიერთი იმდეში პრაქტიცებს სახეზე რომ ვერ გაიგებ ვინ არის ზაირას რო მეწეცხო სახეზე მე კი არ გამომყოლოდა ცოლად სესილი რა შვები აბა როგორ რავი ჩაულებრივად და რა ხდება ლონდონში რავი არის რა და შენ რა შვები გეგ როგორ ხარ მე ხარევით მოხვედი გეგა კი ანდრეევიჩ აკავა შემო რა საქმე მაქვს ეხავე ანდრეევიჩ მოდი გაკოცო გნახო ხო რავებით კაი გაკოცე დაჯერ რაო აბა ანდრეევიჩ დრაკენიკაც შეხვდი მაკაკის კი შევხვდი, მაგრამ რაღაცა უცნაური კაცია რა. რატომ? რა ვიცი, აბა. მე საქმეზე ველაპარაკები, კიდე რაღაცა პირადულ შეკითხვებს მისმევს. ვერ გავიგე რა უნდა რა. ხო რა, ცოტა უცნაური კი არის. რომ გაერკვა რა, მე თუ როგორ არის? კაი რა, ანდრეევიჩ რა.
რა უნდა გავარკვიო მაგასთან მე გადავები? ცოტა ხო გეუბნები ცოტა. გეგა. აი ეგრე ნუ უყურებ რა, ძალიან მაგარი პიროვნება. მართლა გეუბნები. ანდრეევიჩ, არ ვიცი რაშია მაგარი. მაგრამ აი ამ საქმეში საერთოდაც მოდი რა, ამ საქმეს დავანებოთ რა თავი. მე თვითონ მივხედავ რა. რამის ხო არ მიმალო? არა, ანდრეევიჩ. რას უნდა გიმალავდე ან რატო უნდა გიმალავდე? რა ვიცი. საერთოდაც საიდან მოხვდა იქ კაცი შენთან, რავი, მე ადრე არასოდეს მინახავს და თვითონ მიპოვა. და უნდა გითხრა, რომ ძალიან საჭირო კაცია. დამიჯერე გეგა. დამიჯერე. გაი. დაგიჯერებ ხო? ეს არის ხო მამიკოების ბაღი? კი, ემილია, მამიკოების ბაღია, მაგრამ რავი, შენ დიდი ხარ უკვე და სამწუხაროდ ვერ დაგიტოვებთ. არა, მე არ მინდა, მამა ჩემი დაიტოვეთ რა. შემჭამა ამ კაცმა. სუპერ მამიკოები საქართველოს კინოთეატრში. გამაგიჟებს ეს გოგო რა. აი გამაგიჟებს. შეეშვას რა იმ კაცს რა. მე გაერევა რაღაცა შარში და მე რომ ამიშველე. ხო, არ ვიცი რა. შენ კიდე რა დაგემართა? ქმარი ჩამოგივიდა, მამიდაშვილი ხო არა ჩემსავით. ჩაეხუტე, მოეფერე, გაუღიმე. შინაური ცხოველივით არის, გოგიტაა რა, აჭამე და ეგ არის. კარგი რა რომ არა. ყველაფერს ესე პოზიტიურად მოუყურე. აიმე, 90 წლამდე მინდა ვიცოცხლო რა. ყველა რა ნეგატივი უნდა მოვიცილო. ცხოვრებას შეხედე ნათელ ფერებში. ხო, როცა ცხოვრება კარგად მიდის, შეგიძლია რომ შეხედო ნათელ ფერებში. შენ უნდა წაიყვანო. კარგი გთხოვ, ნუ ფილოსოფოსობ რა. სად წავიყვანო, რა წავიყვანო? რამდენი ხანია სამსახურს ვეძებ და ვერაფერი ვერ ნახე, რომ მუშაობა დავიწყო. ვალზე ვიღებ, ხარ შემიძლია უკვე. ისე ლაშას რომ თხოვდა დაგაწყებინოს კლინიკაში მუშაობა. და რა უნდა გავაკეთო კლინიკაში? ნუ კბილის ამოღება შენ არიცი და ეხლა ყავას მოადუღებ. და ყავის მოდუღებაში გადამიხდიან ფულს. ყავის მოდუღება ისევ თქვი, ნახოთ რა, რას გვეტყვის. მერიდება. რა გერიდება, არა ის კიდე. ისე დაველაპარაკები, აქეთ მთხოვს მოიყვანეო, აგერ ნახავ. არა, ნუ ძალიან მეშლება ნერვები გოგიტაზე. ფულიც ვქონდა და შესაძლებლობაც, შემეძლო რაღაც გამეკეთებინა, მაგრამ არა. ჩემი ცოლი არ უნდა მუშაობდასა და მაგისი კომპლექსების გამო ვარ ეხლა ესე და ამ მდგომარეობაში. გოგო, მორჩი ამ წარსულით ცხოვრებას, ჩაბარდა ის წარსულს, მორჩა დამთავრდა. ვა! დაველაპარაკები ლაშას, ნახოთ რას მეტყვის და მე არ გაიპრანჭო იცოდე. არა, დაელაპარაკე. ისე თუ ასე ცუდია ეს გათხოვება, რა ვიცი ეს. ანი რატო ასეთი ბედნიერი და ყურებამდე გახარებული? თავიდან ყველას უხარია. დედა, დაუძახეთ იმას გამოვიდოს ოთახიდან. თორე შეიძლება გაიგუდოს იქ. გაჩერდი ხო უხერხულია არ გაიგოს. გაიგოს არა, ის ყურსასმენები ექნება გარჭებული ყურში და უსმენს ალბათ პანაშვილის მუსიკებს. ელენე. ისე რა მაინტერესებს, იცი, ოთახში გამოსაკეტად თუ მოყავდა ამ ჩემწმას, ერთი ზაზუნა იყიდა ან ზღვის გოჭი. მოვეფერებოდი მაინც. მორჩები ახლა შენ. მეტი დაუძახე. ისე შენი რძალი არ უნდა გეხმარებოდეს დალაგებაში? შვილი არ დამხმარებია, არასოდეს და ორსული რძალი რატო უნდა დამეხმაროს? აბა. რა შვები? ფილმს უყურე. გამო რა აქეთ? საჭმელი არ გშია? არა, მაგრამ გამოვა.
რაღაცა წაეთრა ის. ლუკა? ხო. ლაშასთან. ესე იგი ვეღარც მოაღწევს დღეს სახლში. ანი, ხო კარგად ხარდე? კი, რატომ მეკითხებით? რა ვიცი, დედა შემეშინდა მთელი დღე რო არ გამოხვედი ოთახიდან. კარგად ვარ. წყალს დავლე. არა, იყავი შენ მე მოვიტან, იყავი. ვაიმე, დედა, აცადე რა გაინძრეს ადამიანი. შეაწუხა რა. ამას ვიღოთ მარტო ხუთი საქმე აკეთებინე, მეტი არაფერი არ უნდა. დიდი მადლობა. ჩემი გოგო, კინეცვალებიში. ვაიმე, დედა, დაურეკე ერთი შენ შულს რა, ამალე მოეთრეს, რომ დატოვა გოგო მარტო სახლში და თვითონ დაბოდიალობს აქეთ-იქით. დაანებე თავი იყოს. შენ რაღაცა ძალიან უთმენ და შეშინებული ყავ ხარ. ჩემმა ქმარმა რო ეგრე გამიკეთოს და მარტო დამტოვოს თან ორსული. ღამეს გაათენებს ქუჩაში დამიჭერე. რატო მარტო? თქვენ ხო ჩემთან ხართ? აპარატი, აპარატი. უფ, კაი რა, ჩვენ რო არ ვიყოთო რა სამა ვარ წავიდოდა და შეარჩერებდა ვინმე. კარგი იყოს, შენ რას გიშლის? ნერვებს. მაგარია კაცობა რა, დაგულავ სადაც უნდა, რასაც უნდა გააკეთებს, აი ყველაფერი კიტია რა. მაგარია. ელენე, მიდი დედა ფქვილი ამოიტანა რა, აღარ ყოფილა. ჩემი საფირმო ხაჭაპური უნდა გავასინჯო ანუნას. კაი, ჩავა. კიდე რამე ხო არ გინდა? არა და. შენ? არა, მადლობა. ბოდიში. აი ეს არის ბიცოლაჩები რა, რო იძახი რომ რა მაგარი კერძები და საჭმელები და რა. აი სულ ამის ხელებით არის გაკეთებული ძმა. ვა, ძალიან სასიამოვნოა, უგემრიელესი ხინკალია. ხარ სასიამოვნო რომ მოგეწონათ. გაიხარეთ. აუ, ამან შენი ოსტრი არის ის ხადდაო. ბიჭო, იცი რა ცხარე ოსტრს აკეთებს? ხო. კაი, გავიქეცი საქმე მაგ. მოიცი სად გაიქეცი, თო დაგლოცავ და მე რეწადი რა. ვიცი რომ საქმეები აქვს. ლიკას გაუმარჯოს რა. აი ძალიან მაგარი გოგოა და აი ასე იყოს მთელი ცხოვრება ძმა. დაგიმარჯო, დაგლოცავთ და სულ კარგად იყავით. კარგი, გაიხარეთ, გავიქეცი. გნახავ მე. ბიჭო, ეხა ხინკალი ისეთ ფაზაშია, შეძმობას ვიცავარ. აი ესე უნდა გააკეთო, რომ ერთმანეთს არ მიეწიროს, ხვდები? მოდი, ვისაც ხინკალი უყვარ და აღარ არიან, ხსოვნა არ დავიწყება იყოს რა. ხსოვნა არ დავიწყება იყოს. ბიჭო, ვინ არისო რა მითხარი? ბიჭო, გელა ხო იცი? გელა სოლი არის, აქ მუშაობს რა. ზარეულების შეფია. მაგარია ე. მოდი, ეხა ჩვენ გაგვიმარჯოს რა. დავაი. კარგად ვიყოთ, ჩამთელად ვიყოთ, ბედნიერად ვიყოთ რა ძმა. გაგვიმარჯოს ლაშო. ეს რა არის ბიჭო, დალი რას ეკოცნავები ჭიქას თო? არა, ვერ დავლება ლაშო. ვერ დავთხრები ნაღლა. ზმობას გაფიცე, აი დილიდან იმენ ესეთ ხოძე ვარ, მაგრად მინდა დალევა და არ გამიტეხო რა. ხო, მაგრამ ხა ანი ცოდოა რა, ვერ გავითიშები ხა აქ რა. ბიჭო, ანი როგორ არის, რა შვება? კარგად რა, იბერება და არის რა. ძალიან კაი, ეძმაო. ძალიან მივაყარე რა. ბიჭო, რა უნდა მეთქვა შენთვის? ანის დეიდაშვილის ნომერი ხო არ გაქვს, ქეთასი? კი, რა გინდა? ბიჭო, მაგრა დამევასა რა. შენ რა გაატრაკე საქმე და ხან მიგევასება, ხან მი შენ ძმაო, გოგო არ დატოვე, ყველა ცოლად მოიყვანე და მე რო ვიღაცა დამევასოს არ შეიძლება? აი ნეტაში გარქონდეს რა. და ლიზას აღარ წერ? როგორ არა ვწერ? წერ. მერე ის რო რავი ძმაო, ეხა როდის ეგ რამას მოიფიქრებს, რა დველოდო რა. და რაღაცა ალტერნატიულ გზებს ვეძებ რა. დამიჯერე, აზრი არა აქვს.
და რატო? ყავს ვინმე? თუ? არ ვიცი, ხა ვინმე ყავს თუ არა, არ ვიცი. ხო და რა გინა მე მივწერტო? და პირდაპირ ვეთქვი რა. ყავს თუ არა ყავს ვინმე? მოდი ეს გადავკრათ. ვაფშე გენი იქით იყვნენ ზბა, ანის გაუმარჯოს რა. შენს მეუღლეს გაუმარჯოს, შენს ცოლს გაუმარჯოს. მაგარი გოგოა და მაგარ პატივსცემ რა. და ესე მაგრად იყავით სულ ძმაო. მე მაგრამ მისწორდება რომ შენი ცოლი არის ძმა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ და რაც მე ვერ დაგლოცოთ და რაო ძმაო ბუნების ძალამ დაგლოცოთ რაო მეტი რაღა ვთქვა და რა დავამატო რა. აუმარჯოს ანის. როგორ ხარ? კარგად, გახ. შე როგორ ხარ? მაჯიკი. მადლობა. რას დალევ? ყავას მხოლოდ. უკაცრავად ერთი ყავა თუ შეიძლება. რა ხდება? შვიდობაა? კი, უბრალოდ სალაპარაკო მაქვს. გისმენ? გეგარაშვება. როგორ არის? უკეთესად არის. რა დაიმართა გახან? უც შენ არ გაგია? რა? ცუდი ამბავი იყო, დაჭრეს. ძალიან ცუდად იყო და ეხლა უკეთესად არის. იცი რა მოინტერესებს, თქვენ აღარ გაქვთ ურთიერთობა? არა. რაღაც მიზეზების გამო. არ ვიცოდი. რამდენიმე თვის წინ გეგამ ჩემი ძმა სასიკვდილოდ გაიმეტა ისე სცემა. გეგამ? ხო. რატო? ახლა კარგი ადამიანი ხარ და უდიდეს პატივს გცემ. ყველაფერი მახსოვს რაც გამიკეთე და დამეხმარე და მადლიერი ვარ ძალიან. აუ ისეთი შესავალი გააკეთე, ხა რო ცოტა დაამძაბე. რა ხდება? მოკლედ თვლი რომ შენ უნდა იცოდე ეს. ნინუცას გამო, შენი ცოლის გამოსცემა გეგამ და მისმა ბიჭებმა ჩემი ძმა. ნინუცას გამო? ჩემი ცოლი რა შუაშია? მოკლედ ჩემი ძმა ცხოვრობს უკვე დიდი ხანია ბერლინში. ხო და მე როგორც ვიცი, ყველაფერი იქ დაიწყო. ტატო ცოტა ხნით ჩამოვიდა აქ და აქაც რაღაც გაგრძელდა მოკლედ. სიმართლე გითხრა არ ვიცი რა ურთიერთობა აქვს საერთოდ, მაგრამ მე ის მაინტერესებს რა დააშავა ჩემმა ძმამ ისეთი, რომ აი ასე სასტიკად გაიმეტეს, ნუ თუ არ არსებობდა ცივილური გზა, რომ ეს საკითხი გადაეჭრათ. და სიმართლე გითხრა, გეგასგანაც მაგრად გამიკვირდა. მადლობა. ეხლა ის დავიბენი, რომ ახლა არ ვიცი რა გიპასუხო რა. აი გონია რომ ეს ამბავი შესაიდან იცი ეს ამბავი. ვიცი გახ. უბრალოდ მაგრად გამიკვირდა რომ შენ არ იცოდე. მართლა. გავარკვევ. გავარკვევ. გამარჯობა. გამარჯობა. მამიკოების ბაღი ხო? სწორად მოვედით. და ჩვენი ბაღი მიგირჩიათ? არავინ, უბრალოდ რამდენიმე ბაღში ვიყავით და არსად დაიტოვეს. გასაგებია. ეს ნამდვილია? კი. სუპერ მამიკოე. საქართველოს კინოთეატრში.
არის ეს გოგიტა? რესტორანში არ მომყვები და ვიფიქრე აქ დავსხდეთ და წყნარად შვიდად დავილაპარაკოთ. ბავშვი სად არის? დაჩისთან წავიდა, იქ რჩება. სულ მარტო ვარ, სოფია. არა და მეგონა რომ გასაგებად აგიხსენი. როგორ ხარ? ზამშარ. დასაშვიდობელად ვარდი. მიდიხარ? ხო. სოფელში უნდა დავბრუნდე. შენ გიგაქვს ჩემი ნომერი და შეგიძლია რომ დამირეკო. ეს მინდოდა რომ მეთქვა. და კიდე მადლობა. რისთვის? იმისთვის, რომ ეს ერთფეროვანი დღეები ჩემთვის სულ სხვანაირი გახადე. ალბათ მეც ვიჩქარე. საერთოდ არ უნდა მეთქვა არაფერი რა. მაგრამ მომკლა უთქმელობა. რამდენი რამე უნდა ჩაიკლა და შეინახო ამ გულში კაცმა. მე ერთ დღესაც აივსება, დამძიმდება და ტვირთად იქცევა. არ მინდა მე რომ ამ ტვირთად ვიქცნო თავი რა. არ მინდა მარტო დავჩე ჩემ ფიქრებთან. მადლობა რომ ამ სიტყვას პირველად ოპაპას ეხმა მახლა. მადლობა რომ ის საოცარი რამდენიმე თვე შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში. თავიდანვე ვიცოდი რომ აზრი არ ექნებოდა ამას. ალბათ სიყვარულისთვის არ დავბადებულ ვარ.
მოხვედი. რომელი საათია? პირველი ნახევარი. სად იყავი ამდენ ხანს? რატო დაგაგვიანდა? სანდი სად ვიყავი? არის ის სად ვიყავი? უკა კითხე უბრალოდ. Ani. ხო. იძინე. კი. სირმარო დაგირეკა რატო არ მითხარი? უკა დამაძინე. მიპასუხე ანი. ხო აგიხსენი. ვერა. უკარც დავლაპარაკებივე. ხმა როგორც კი გავიგე, ეგრევე გავუთიშე. რა გინდა ახლა? რამ გაგახსენა საერთოდ? კიდე არა, რატო დაგირეკა მეთქი გეკითხები. არ ვიცი და არც მაინტერესებს. და ნუ მაწყენინებ ძალიან გთხოვ. დასშევიცი.